ვინ გადაგვიგოროს ჩვენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა ვინ გადააგორა ღვთის ბრძანებით გადააგორა ანგელოსმა ჩვენი გულიდანაც გადააგორებს ის უგზნობლობის ლოდს როცა ამის დრო დადგება უფალს უნდა უჩვენოთ ჩვენი ერთგულება უგზნობლობის მცირედ მორწმუნეობის ეჭვიანობის გულგრილობის განსაცდელის ავადმყოფობის და ყოველგვარი უსიამოვნების შამს როცა ღვთის დაშვებით თანდათან ქრება რწმენა ჩვენი ნებელობითი ძალებით უნდა განვამტკიცოთ იგი რათა კვლავ და კვლავ დაუმტკიცოთ უფალს რისკენ ვისწრაფვით რას ვანიჭებთ უპირატესობას არსებობს მამათა ბრძნული გამოთქმა ყოველგვარ კეთილ საქმეს ან წინ უსწრებს ან მოსდებს დაბრკოლება ისეთი კეთილი საქმეც კი როგორიცაა მთელი გულით ლოცვა განსაკუთრებით გიზიარება არ შეიძლება ეშმაკის შურისძიების გარეშე დარჩეს იგი ხმარობს ყოველ ღონეს რათა ადამიანს არ მისცეს სწორი ლოცვისა და ზიარების საშუალება ხოლო თუ კი ამას ვერ შეძლებს მაშინ ეცდება ისე წაბილწოს მიღებული მადლი რომ მისი კვალიც კი აღარ დატოვოს ეს ძალზე კარგადაა ცნობილი ყველასათვის ვინც სულიერი ცხოვრების თანაზიარია აი ამიტომაა საჭირო რომ სიმდაბლითა და გულშემოსხვრილობით შეძლების დაგვარად ვევედროთ უფალს ქვიხსნას მტრის ესე იგი ეშმაკის ხრიგებისაგან რომელიც ანუშვალოდ მოქმედებს სულზე ან იმ ადამიანთა მეშვეობით რომლებიც ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან ნუ გაგიკვირდებათ ეს უსასტიკესი ბრძოლაა და არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი ცუდად იღვიძებენ ხუმილავნი მისნი უფლის მოწყალე ხელს უნდა მივენდოთ ვაღიაროთ მის წინაშე ჩვენი უძლურება და უმწეობა ხილული თუ უხილავი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში ნუ გეშინიათ ეშმაკი იმას კი ვერ აკეთებს რასაც ინებებს არამედ მხოლოდ იმას რის უფლებასაც ღმერთი მისცემს ნახეთიობის წიგნი კურთხევა უფლისა იყოს მუდამ თქვენთან სასო არასდროს წარიკვეთოთო მარად შეგახსენოთ ქრისტეს ჯვარმა დაცემული ადამიანის მიმართ ღვთის უსაზღვრო სიყვარული კანა მხოლოდ ეს აზრი არ არის საკმარისი იმისათვის რომ ჩვენი თავი მთლიანად უფალს მივანდოთ ცოტათი მაინც უნდა ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და ასეთ ადამიანს უფალი არასდროს დატოვებს შეწევნისა და ნუგეშის გარეშე თქვენ ღმერთს უყვარხართ დაითმინეთ ღვთის გულისათვის